სოფელ კოშკებს მოსახლეობა ტოვებს. მიზეზი პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები წლებია უშედეგოდ ითხოვენ. მათ მთავარ პრობლემას სასმელი წყალი, მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურა და სტიქიური ნაგავსაყრელები წარმოადგენს. სოფელში ამბობენ, რომ კოშკები ერთ დროს საკურორტო ზონა იყო და როგორც ადგილობრივების, ასევე სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა. ახლა კი სოფელს ახალგაზრდები ტოვებენ და შესაბამისად არსებობს იმის საფრთხე, რომ მთლიანად დაიცალოს. ყურადღებას არ ავნია გოგცევს. იზოლებულები ვართ, გადავსახლეთ და რაღაცა თუ შესაძლებლობა გექნება წავიდეთ და იმასაკნეთ. სოფელი კოშკები პრობლემების გამო უკვე არაერთმა ოჯახმა დატოვა. წლებია მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემის სრულყოფილად მოწყობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ნარჩენების უნების განთავსებას და გაზიფიცირებას ითხოვს. 5 წელიწადია წამდა უწონ წყალს აკეთებენ. დასალევ წყალს და ვერ გაუკეთებიათ. არ არის წყალი სოფელში. ნაგვის ურნები, აი ამ ნაგავს ყრიან იმ სუფთა წყალში და ქვეით სოფლელები სვამენ. იძულებული ვართ, აი სად უნდა წაიღო ნაგავი? უნდა წაიღო ხევში, ხო? ხევში კიდე გამდინარე წყალია. ხო ცოდუა ის ხალხი. არ გვაქცევს არავინ ყურადღებას, ასეა თუ ისე. გზის პრობლემა გვაქვს ზამთარში უფრო მით უმეტეს. საერთოდ რო არ ამოდის და აი ფეხით რო ჩავდივართ 3 კილომეტრს ფეხით დავდივართ. აი ესე ბავშვს ავიკიდებთ, დავიჭერთ და რავი, ზამთარში იწვიმებს აღარ ამოდიან. ადგილობრივი მცხოვრებლები სოფელს ყველასგან მივიწყებულად თვლიან და გვეუბნებიან, რომ მათი პატრონი არავინ არის. კოშკებში ამ დრომდე არ დაწყებულა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდულები არიან სატელეფონო კომუნიკაციაშიც. არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია და რაიმე ბავშვებისთვის გასართობი ადგილი. ინტერნეტის პრობლემა, აბსოლუტურად ყველაფრის პრობლემა არის ამ სოფელში. განუკითხაობა არის, აი სოფლისკენ მართლა საერთოდ ყველაფრის პრობლემა. აი რაღაცას რო უთხრათ, რომ რაღაცის კეთილი დღეობა არის გაკეთებული არაფერი არ არის. სოფელ კოშკებში არის გაკეთებული წვინება ჩვეულებრივად ზამთრის პერიოდშიც კი მარილი ეყლება და გაწვენის სამუშაოები გეთდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კოშკელების მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მათი პატრონი არავინ არის გადაჭარბებულად თვლიან, თუმცა გვეუბნებიან, რომ სოფელში პრობლემები ნამდვილად არსებობს და მათ მოგვარებას უწყება შეძლების დაგვარად ცდილობს. წყალი გაკეთებულია, წყალი შესაძლებლობა უკანებში და ამ წყალს მოიხმარენ, როცა ზაფხულის პერიოდია ხოლმე სარწყავად. ამას ეს დაუშვებელი არის. ამის გამო შეიძლება რაღაც ნაკლებობანებები გქონდეს. რაც შეეხება ნაგვის ურნებს, ნაგვის ურნები ჩვენ ყველა მთლიანად რეგიონში 103 სოფელი გვაქვს. ჩვენ რეგიონში არის 103 სოფელი და აქედან გამომდინარე შეძლებს დაგვართ რაც ურნების გაგვაჩნია, გადანაწილება ხდება ხოლმე ამ სოფლებში. სოფელში გვეუბნებიან, რომ კოშკები ერთ დროს საკურორტო ზონა იყო და როგორც ადგილობრივების, ასევე სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა. ახლა კი ახალგაზრდები ტოვებენ და შესაბამისად არსებობს იმის საფრთხე, რომ მთლიანად დაიცალოს.